ემიგრაციაში ცხოვრებით უკვე მოახერხა 2 ბინის შეძენა და ახლა უკვე ძირითად დროს სადილების მომზადებას უთმობს. ცისნამი იგივე სისი. სახელი გორ საიდან ხარ? ცისნამი საყვარლიშვილი, გურჯაანის რაიონის სოფელი ვაჩნაძიანი, კახეთი. როდის ჩამოხვედი აქ ღერო გაიხსენო? აქ ჩამოვედი დღეს 2013 წლის 2 ივნის. ახალი ხარ? კი, ნამდვილად. რატო ჩამოხვედი? რატო ჩამოვედი და პირველად სწავლობდი ჯერ იტალიაში მაგისტრატურაზე, პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ლოკალური და რეგიონალური განვითარება ასეთი სპეციალობით. ყოველთვის ჩემი ოცნება იყო ეს ქვეყანა, იმიტომ რომ მიზიდაო და ყველაფერი მიზიდაო, თავისუფლება, ჰაერი, ყველაფერი მიყვარს ამ ქვეყნის, აი ბზეც კი. ხო, მე მაგნატელში გეთანხმები. ოცნება ავიხდინე რა თქმა უნდა, ის 6 თვე ვიყავი კოლეჯში. და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ფინანსდებოდა კოლეჯით და როდესაც გავწყვიტე აქ დარჩენა, რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობასაც მიწერე, მინდოდა რომ PhD გამეგრძელებინა. მაგრამ ჩემთვის ვის ეცალა განათლებისთვის ვის ძალია საქართველოში. ამიტომ გადავწყვიტე დავრჩენილიყავი საკუთარი თავისთვის თავად მიმეხედა. რამდენი წლის წინ მოხდა ეს? 2 წლის უკან. და ესე გავაკეთე რომ დავიწყე მუშაობა. და გარდა ამისა, კოლეჯში შევათავსე, ისე community college-ია ასეთი. აღებული მაქვს single course, რაც მე მაინტერესებს ესეთი კურსები და მუშაობასთან ერთად დავდივარ კოლეჯში და გავდივარ ამ საინტერესო საგნებს, რომელიც მე მაინტერესებს. სად მუშაობ? ეხლა გეტყვი სად მუშაობ. ასეთი კომპანია ის არის სააგენტოა Eurohome Care. და მე თვითონ შევთავაზე ჩემი თავი, მივედი და შევთავაზე. იტალიაში როდესაც ცხოვრობდი, აი ძალიან მიყვარს იტალიური ყველაფერი, სამზარეულო, იტალიური კულტურა და იქ ქონდა უბრალოდ გავლილი კურსები სამზარეულოსი, როგორც ჰობი. იმიტომ რომ მიყვარს ძალიან სამზარეულოში ტრიალი. მივედი ამ სააგენტოში და შევთავაზე ჩემი თავი. ჰაი, გამარჯობათ, მე ამ სისი, ყველა მეძახის სისის, იმიტომ რომ ჩემს სახელს ვერ იმახსოვრებენ. ცისნამი ძალიან ერთულებენ. და იტალიაში და პროფესორმა დამარქვა ეს სახელი, იმის მერე მოვინათლეთ სისნამი და სისი და ყველა სისი. უთხარი რომ იტალიურად საუბრობ ძალიან კარგად, I'm fluent in Italian language, შემიძლია რომ ყველაფერი იტალიური კერძზე მოვამზადო რაღაც და თუ არის ისე რომ ვიარო ოჯახებში, ძალიან აქტიური ადამიანი, აი არ შემილია ერთ ადგილას, ჯდომა ერთ ადგილას ყოფნა და 5 ოჯახში დავდივარ, სადაც ვაკეთებ ლანჩებს და დინარს. ყველაფერს იტალიურს. და სულ იტალიური კლიენტები მყავს. რაღაც საქართველოში ბინები ვიყიდე უკვე 2 ბინა შევიძინე და სიხარულის გავაკეთე. 2 ბინა შეიძინე? მერტო. ოღონდ ამერიკული ხელფასით არ იტალიაშიც მუშაობდი და იტალიური ხელფასით ერთი ბინა აქ რო ჩამოვედი მეორე. ძალიან მინდა რომ ეს შემთხვევა, ეს ის ემიგრანტია, რომელსაც ძალიან გაუმართლა. არა, შრომით ყველაფერი მიიღწევა. გამართლება არ არის მარტო. თუ იშრომებ, ამ ქვეყანაში ყველაფერს გააკეთებ. If you are hard worker, ყველაფრის მიღწევა შეგიძლია. თან თუ იცი რა ხშირად ამბობენ რომ 15 წელია აქ არიან და არაფერი არ აქვთ. არაფერი არ ელემენტარული ბანკში ანგარიში არ აქვთ და გავიხედავ ხან $100 ხოვულობენ ხა. თუ ჭკვიანად მოიქცევი, თუ იცი რა გინდა ცხოვრებაში, ხო? მე არაფერს არ ვიკლებ, ყველაფერი მაქვს, მაგრამ ადამიანმა უნდა გახდე კარგი მენეჯერი. ემიგრაციაში რა სწავლო პირველ რიგში, ხო? საკუთარი ბიუჯეტის გაკონტროლებას, ფულის მენეჯმენტს, როგორ უნდა გადაანაწილო ფული ყოველი თვიდან თვემდე ან კვირიდან კვირამდე, იმიტომ რომ აქ ანაზღაურება კვირიდან კვირამდეა. და პლუს უნდა დააგროვო რაღაც შენი მომავლისთვის. ამერიკელები რასაც ცხოვრობენ, სულ ხო, მაგრამ ზოგი ხო ასე ვერ ახერხებს. რატო მაგალითად? არ ვიცი. ამ ხელა შემოსავალია ამ ქვეყანაში. ხელფასები, იმ ხელფასებია, რომ საქართველოში მინისტრებს არ აქვს ამდენი ხელფასები. ყველა შეუძლია მოახერხოს. თუ ჭკვიანი ხარ, ყველაფერს ეხლა მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ ხო და თუ რომელი ხარ? კი, რა თქმა უნდა. თუ ზარმაცი არ ხარ, თუ ჩამოხვედი, მე ვიცი, ბევრი აი გრინ კარტები აქვთ მოგებული, ჩამოვიდნენ აქ და ვერ აუწყეს ფეხი ამ ცხოვრებას. დაიწყეს როგორ იცი, აბა ჩვენ ბოხუცის მოვლელად ვერ წავალ, ჩვენ ბავშვებს ვერ მოუვლით. აბა ახლა მინისტრად ვინ დაგნიშნავს მე უთხარი. ბომონდი ხალხი რო ჩამოდის აქ და რო ხარჯავენ ამ დროს დადიან, ვერაფერს რო ვერ აღწევენ და ვერც აკეთებენ. არა მარტო ბომონდი, მე ვნახე ეგეთები ბომონდები. ხო, კაი, მარტო ბომონდს თავი გავანებოთ. ეს ქვეყანა არის, ქვეყანა, სადაც უნდა იშრომო, გამოავლინო შენი შესაძლებლობები, დაიხარჯო მაქსიმალურად და ყველაფერს მიაღწევ აბსოლუტურად. All dreams come true. ეს ის ამერიკა. Yes. და ესე გაპირებ რომ დაიგროვო ეს შენი მთელი ეს შემოსავალი და დაბრუნდა საქართველოში. და საქართველოში დავბრუნდა როგორ ახლა? სავსე ხურჯინით, სულ ამას ვიძახი. და რა უნდა იდო შენ ხურჯინში? ჩემ ხურჯინში პირველ რიგში განათლება, იმიტომ რომ education first. ჩემს ცხოვრებაში პირველ რიგში, ანუ ამ კურსებთან ერთად კიდევ ვაგრძელებ მუშაობ ჩემ PhD-ზე
და რა თქმა უნდა რომ დავამთავრე PhD-ს, ხურჯინთან ცოტა კაპიტალი იქნება, ძალიან ბევრი იდეები, პროგრამა პოლიტიკაში აპირებს მე მგონი მოსვლას. რა თქმა უნდა, არ ვიცი, როგორც ქართველი ხალხი გადაწყოს და თუ ღმერთის და უფლისნება იქნება, რა თქმა უნდა. ძალიან მინდა რომ კახეთში ვიყარო კენჭი როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. ჩემი ოცნება არის და ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი უნივერსიტეტში, სწავლობდი მე ჯავახიშვილში. სტუდენტურ თვითმმართველობაში ვიყავი კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2016-ში ხო არაპირებ უკვე კენჭის ხარ? არა, ასე ადრე არა. ჯერ ვერ მეცილები ამერიკას. არა, 2016-ში არა, თან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ შეგიძლია. მაქსიმუმ 3 წელი უნდა იყო ნაცხოვრებელი, ბოლო 3 წელი მაინც უნდა იყო ნაცხოვრები საქართველოში. ჯერჯერობით არა, ახალგაზრდა ვარ, 28 წლის ვარ, ცხოვრება წინ მაქვს. იცით რა არის? რაც უფრო მეტ გამოცდილებას დავაგროვებ, რაც უფრო მეტ ცოდნას, მით უკეთესია. ასე რომ არ მეჩქარება, ყველაფერი წინ არის. და მინდა რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად, რასაც მე აქ ვიღებ, რასაც მე ვსწავლობ, თითოეული დღე იგივე ლექციაზე იქნება ადამიანთან ურთიერთობების დროს, თავარი გამოცდილება. რა თქმა უნდა, თავარი გამოცდილება გეთახვებით. აი, რატომ ვერ აგროვებენ იგივე ფულს, ხო? არ ვიცი, გამოცდილება არ აქვს ან არა აქვს იმდენი, ну იცი რა, შენში უნდა იყოს ის რაღაცა. იტალიელებს აქვთ ერთი კაი გამოთქმა, quel che, ანუ devi avere quel che, ანუ ის რაღაც უნდა გქონდეს. ხო ხტებით, არ ვიცი ქართულად როგორ თქვა. აი, უნდა შეგეძლოს რა, რომ აუწყო რომ მარილი. ხო, ну აი ხო ალბათ მარი, ну არ ვიცი როგორ ამბობენ. ძალიან სენტიმენტალური გავხდი ამ ბოლოს, იმიტომ რომ ემიგრაცია, მარტოობა, თან მე ისეთ ქალაქში არ ვცხოვრობ მანჰეტენზე. ისეთ ქალაქში ვარ, რომ მარტო ერთი ქართველი ვარ. არავინ და მაქვს ურთიერთობა სულ ამერიკელებთან. ხან რომ უბრალოდ მჭირდება აი ადამიანებს შევეხო, აი მოვეფერო და უთხრა რომ მიყვარხართ. აი ესეთი ადამიანი ხან ისე მენატრებიან ყველანი, რომ ეგრევე ვპოსტავ. რასაც გძნობ ყველაფერს წერ და სულ მეჩხუბებია რომ რატო აკეთებ ასე. აი რა ვქნა. ცხოვრება ისეა რომ ცოტა ხანი რაღაცაზე ხო? უნდა გაუძლო რა. აი სხვა გზა არ არის, ისე ვერ გახდები წარმატებული, ისე ვერ დაიმკვიდრებ შენ თავს, ყველაფერი ერთნაირად ვერ გვექნება. საქართველოში ამდენს ვერ გავაკეთებდი. მე პრობლემა არასდროს არ მქონია სამსახურის შოვნაზე, მაგრამ ქართული ხელფასით ამდენს ვერ გააკეთებ, რასაც ეს ქვეყანა და აქაური ხელფასით შეგიძლია რომ გააკეთო და ჯერ კიდევ მზად არ ვარ ჩემი ქვეყნისთვის. აი, სულ იმას ვიძახი, რომ მინდა რომ უფრო მეტი განათლება მივიღო, უფრო მეტი ცოდნა დავაგროვო, რომ რაღაც ხო უნდა შესთავაზო შენ ქვეყანას. შენმა ქვეყანამაც უნდა შემოგთავაზოს. კი, ეგ გასაგებია. აი, ილია ჭავჭავაძეს აქვს გზავრის წერილებში, როგორ შევეყრები მე ჩემ ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე. გალვილე 4 წელიწადო და მე ამ 7 წელიწადს რო უყურებ, ხო? სულ იმას ვიძახი, რომ ცოტა არ იყოს მეშენია, მიღებს კი ჩემი ქვეყანა, ესეც როგორიც ვარ, ან არ ვიცი. ხო, მე მგონია რომ ძალიან სიღრმისეულად უყურებ შენ, მიგიღებს აბარასი ზამს. ქონია დღე როდესაც გიფიქრე რომ ეხლა ჩავალაგებ და წავალ. კი. არის მომენტები, თით იმდენ დაკავებული ვარ. ანუ მიყვარს საერთოდ საქმეში ყოფნა, სულ სამზარეულოში ვარ, ძალიან გემრიელი კერძებს ვამზადებ, სხვა შევ Facebook-ზე მაქვს ჯგუფი, Sis's Kitchen, Sis's Makines Kitchen. სიცოცხლიცავს ვარ, მიყვარს ცხოვრება. ყველაფერს შემიძლია ვნახო ბედნიერება, იმ ხესაც კი მოვეფერო ამ ბალახს და აი ყველაფერში ვპოულობ ჩემწილ ბედნიერებას, აბსოლუტურად. ადამიანები მიყვარს ძალიან და ადამიანებთან ურთიერთობა. სადაც მივდივარ, აი თქვათ, შევედი ახალ ოჯახში და უნდა გავაკეთო ლანჩი. Oh, good morning. Hi, I'm Sisi. Nice to meet you. აი მიყვარს ცხოვრება. მაგრამ აი საქართველო მე ვთვლი რომ რა ვიცი ცოტა განსხვავებული ვარ მე მგონი საქართველოსთვის. იმიტომ როგორ მიყურებენ იცი საქართველებთან რომ მოხვდები ხოლმე ცოტა არ იყოს და ფიქრობენ და არა და ეგეთი დავიბადე და ყველა ფიქრობს რომ იმე რა მატრაკვეცა. ნუ იდეალისტიც ვარ, რეალისტიც და აი ნუ არ ვიცი აი მიყვარს უბრალოდ ცხოვრება. მაგრამ ამავდროულად მარტოსულიც ვარ. ძალიან მიხარია რომ გაგიცანი. მეც ჩემშულს ვეტყვი, ირაკლი ძალიან მიყვარხარ დედიკო და მინდა რომ დამელაპარაკოს ხოლმე, იმიტომ რომ ხან არ მესაუბრება Skype-ში და სულ მაგის პრობლემა გვაქვს, რომ ურჩევნია მულტფილმებს უყუროს ან წიგნი წაიკითხოს და დედას არ ელაპარაკოს და დედიკო ძალიან გთხოვ დამელაპარაკე ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ და შენს მეტი არავინ მყავს. და მინდა იცოდე რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერს შენი გულისთვის ვაკეთებ. ჩემ ცხოვრებაში პირველად მოდიხარ შენ და შემდეგ ჩემი თავი. მიყვარხარ ძალიან. და დედას ვეტყვი, იმიტომ რომ ახლა ცოტა ვერ გზნობდა კარგად თავს. დედიკო ძალიან მიყვარხარ.
ჩემ ძმასაც მოვიკითხა, ოთარის ძალიან მაგარი კაცი ხარ, მაგარი ხელოვანი ხარ და ძალიან მაგარი მუსიკოსი ხარ და ჩემ კახეთს მოვიკითხა, ძალიან მიყვარხარ კახელებო, შემოგევლეთ, გეფერებით და გიგზავნით უამრავ ჩახუტებას. ამერიკაში მექსიკიდან გადავიდა წყლით, ანუ მდინარით, რომელიც გადაცურა ღამით. თუმცა მანამდე იყო ბევრი ტყუილი და დედის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა, რამაც ის ემიგრანტად აქცია. ერთით მანაცნობმა მითხრა